ხელის დასაბანად. როდესაც ხელმწიფიშვილთან მიიტანა, მან უარი უთხრა. უფროს კაცს ხელებს როგორ დაგაბანინებთ, უმცროსი ვინმე გეყოლებათ და ხელები იმან დამბანოსო. წყალი ახლა ბერიკაცის ცოლმა ჩამოატარა, მაგრამ ხელმწიფიშვილმა არც იმას დაასხმევინა წყალი. ბოლოს ქალს დაუძახეს. გამოვიდა ქალი კოკით და ხელმწიფიშვილს იმის მნახველს გული წაუვიდა. ამის დანახვაზე ქალს გაეცინა. პირიდან ვარდი და ია გადმოუვიდა. ამ ვარდითა და იით მოაბრუნეს ხელმწიფიშვილი და დასხდნენ ვახშამზე. ვახშმის შემდეგ ხელმწიფიშვილმა ბერიკაც ქალის თხოვა ცოლად. ბერიკაცმა მოახსენა. ბატონიშვილო, ჩვენ თქვენი ღირსნი არა ვართ და თუ კი გვიკადრებთ და ჩვენს ქალს ცოლად შეირთავთ, თქვენზე უკეთეს ვის ვიპოვით. გახარებულმა ხელმწიფიშვილმა იმ ღამესვე დანიშნა ქალი და მეორე დღეს გასწია ქალაქისაკენ. დედმამას გავახარებო. მშობლებმაც საწინააღმდეგო არაფერი უთხრეს, თუ შენ მოგეწონა შვილო, ჩვენ მეტი არაფერი გვინდაო. ხელმწიფიშვილს ერთი ავი გამზრდელი ჰყავდა. იმ გამზრდელს უნდოდა როგორმე თავისი ქალი გაეთხოვებინა უფლისწულზე. ხელმწიფიშვილმა საცოლის სასახლეში მოსაყვანად ის გამზრდელი გაგზავნა და თან ნაზირვეზირები გააყოლა. გამზრდელმა ეტლში თავისი ყორანივით შავი ქალი დამალა და გასწია ხელმწიფიშვილის საცოლესთან. მივიდნენ ბერიკაცის სახლში, წამოიყვანეს ქალი და წამოვიდნენ. გამზრდელმა გზაზე ეტლში ჩუმად ჩაიდგა 2 ლიტრი წყალი. ქალს ისეთი მარილიანი საჭმელი აჭამა, რომ ქალი წყორვილით კვდებოდა. შეევედრა ვაჟის გამზრდელს, წყალი დამალევინეო. გამზრდელი გაუჯავრდა. აქ წყალს რა უნდა უღრან ტყეში ვართო. ქალს წყორვილი ახრჩობდა და კიდევ სთხოვა გამზრდელს. თუ ერთ თვალს მომცემ, უთხრა გამზრდელმა ხელმწიფიშვილის საცოლეს. წყალს მაშინ დაგალევინებ. აჰა, უთხრა ქალმა. ოღონდ წყალი კი დამალევინე. გამზრდელმა 1 ლიტრი წყალი მისცა 1 თვალის სამაგიეროდ. ქალმა მთელი წყალი დაცალა, მაგრამ მალე ისევ მოსწყურდა. კიდევ ითხოვა წყალი. გამზრდელმა მეორე თვალიც მოსთხოვა და მისცა მეორე ლიტრად. მერე ნაზირვეზირებს უბრძანა. თქვენ წინ წადით, ქალმა უნდა დაისვენოს. როცა ნაზირვეზირები წავიდნენ, ჩამოვიდა გამზრდელი. გადმოიყვანა ბრმა ქალი ეტლიდან, გახადა ლამაზი ტანის ამოსი, მიიყვანა ერთ ხესთან და იქ დატოვა. იმისი კაბა თავის ქალს ჩააცვა, მოისვა გვერდზე და მიიყვანა სასახლეში. ხელმწიფიშვილს საცოლის მოლოდინში ქორწილი გაემართა, დაეპატიჟა სტუმრები, მაგრამ აი მოუყვანეს ერთი ვიღაც საძაგელი გომბიო. ბერიკაცის ქალის მნახველს ხელმწიფიშვილს აბარას მოეწონებოდა ვიღაც ყორანივით შავი ქალი. მივარდა თავის გამზრდელს და ჰკითხა. რა უყავი ჩემი საცოლე? ეს ის არ არის. სად დაღუპე? დიდებულო ბატონო, უთხრა გამზრდელმა. ეს ქალი გახლავთ თქვენი საცოლე. დედ მამასთან გამოთხოვების დროს ბევრი იტირა და ფერი შეეცვალა. რაღაც იზამდა ხელმწიფიშვილი, დაუჯერა გამზრდელს, თუმცა ქალს არ ეკარებოდა. ნამდვილი პატარძალი, რომელიც გამზრდელმა ტყეში დააგდო, მთელი დღე საღამომდე გაუჩერებლად ტიროდა. ტირილის გამო გარშემო მარგალიტის გორები ამოუშენდა. საღამოთი ამ გზაზე ერთმა მოხუცმა ტყის მჭრელმა ჩამოიარა. შეშას ჭრიდა. როდესაც ფიჩხი მოამზადა ასაკიდებლად, ვირი არსად იყო. ძებნა დაუწყო. ნახა და რა ნახა. ვირი მისულა ერთ ხესთან. დამდგარა და შესცქერის მარგალიტის მთას. გრძნობს რაღაცას. ბერიკაცი გაუჯავდა ვირს. ქალმა გაიგონა კაცის ხმა და სთხოვა. ძმა ხარ თუ მამა, მიშველე რამე, გარს კლდე მაქვს შემოვლებული, შემომამტვრიე. ბერიკაცი მივიდა. მოაშორა მარგალიტი და წაიყვანა ქალის სახლში. წაიხო მარგალიტებიც. ბერიკაცი უცებ გამდიდრდა. ქალს მშვენივრად ჩააცვა და ცალკე ოთახი მისცა. ერთხელ ქალის ახლოს კრუხმა რაღაცაზე წიწილას ჩაუნისკარდა. წიწილამ წიწინი დაიწყო. მამალი მოვარდა უცებ და კრუხს დაუწყო ჩხუბი. რადასცემ შვილსაო. ქალმა გაიგონა ეს ლაპარაკი ქათმების და გაეცინა. სიცილისაგან პირიდან ია და ვარდი გადმოუვიდა და ოთახში უმშვენიერესი სურნელი დადგა. ბერიკაცი რომ შევიდა ძლიერ გაუკვირდა ამისთანა ია და ვარდი საიდან მოვიდაო. ქალმა უთხრა ბერიკაცს. წაიღე ეს იავარდი,
ხელმწიფის ქალაქში გაატარე გასაყიდად. თუ ვინმე შეგევაჭროს, ნუ მიყიდი, რაც უნდა ბევრი ფული გაძლიოს. ხელმწიფის შვილის გამზრდელს აქვს ჩემი თვალები და თუ შეკვდა, ის იყიდის ამიავარდს თავისი ქალისთვის. უთხარი, რომ მხოლოდ თვალზე ვცვლითქო. მოგცემს ერთ თვალს და მომიტანე. ბერიკაცმა წაიღო ეს იავარდი ქალაქში, მაგრამ არავის მიჰყიდა, თუმცა ბევრი მყიდველი გამოუჩნდა. ბოლოს შემოხვდა ხელმწიფის შვილის გამზრდელი და ჰკითხა. რაზე ყიდი? ან როგორ ყიდი მაგ იავარდს, ბერიკაცო? გამზრდელს იავარდი თავისი ქალისთვის უნდოდა, რომ ხელმწიფის შვილისთვის ეთქვა: „აი, ჩემს ქალს პირიდან რა იადავარდი გადმოუვიდაო, ნამდვილად შენი საცოლეაო“. ბერიკაცმა უთხრა თვალზე ვყიდიო. გამზრდელმა მისცა ერთი თვალი და გამოართვა იადავარდი, მაგრამ ხელმწიფის შვილი მაინც არ მიჰკარებია იმის ქალს. ბერიკაცმა წაიღო ეს თვალი და თავის ნაშვილებს მიუტანა. ქალმა ჩაისვა თვალი, დასრისა ერთად მარგალიტი და იავარდი, გადაისხა მისი წვენისზედ. თვალი გაუმთელდა და აიხილა ისე, როგორც წინათ ჰქონდა. ერთი თვალი აახილა ქალმა, მაგრამ მეორეთი ისევ ბრმა იყო. ახლა როგორმე მეორე თვალი უნდა ეშოვა. ქალმა მოიმზადა კუბო, ჩაწვა შიგ და ბერიკაცს უთხრა. ეს მძივი ყელზე რომ მიკეთია, შემხსენ, წაიღე და მეორე თვალი იყიდე. მე მკვდრის ძილით დავიძინებ, ამ კუბოთი წამიღე და სადაც მიპოვე, იქ დამტკი. ბერიკაცმა დაუჯერა. იყიდა მეორე თვალიც ხელმწიფის შვილის გამზრდელისგან. მოიტანა, გაუკეთა ქალს და ტირილითა და ვაივიშით წაიღო იქ, სადაც პირველად იპოვა. თურმე მკვდრის ძილით დაძინებული ქალი ხელმწიფის შვილისაგან ორსულად ყოფილიყო და ტყეში ვაჟი გაუჩნდა. ბავშვი დედის მკერდს არ შორდებოდა და ისე სწოვდა ძუძუს. ერთ დღეს დადარდიანებული ხელმწიფის შვილი სანადიროდ წავიდა. გაიარა ტყე და ერთგან შველი წამოუხდა. ხელმწიფის შვილმა ესროლა ისარი, ვერ მოარტყა, შველი გაიქცა. დაედევნა ხელმწიფის შვილიც. ირბინა შველმა, ირბინა ხელმწიფის შვილმაც. შველი კუბოზე გადახტა და გაქრა. მივიდა ხელმწიფის შვილი კუბოსთან. ჩაიხედა შიგ და თავისი საცოლე დაინახა. ქალი ისე იწვა თითქოს ძინავსო. ვაჟი გადაეხვია მონატრებულ საცოლეს და მრავალი ცრემლი აფრქვია. ბევრი ცრემლი ღვარა, მაგრამ ცრემლით რასო შველიდა. რა კი ტირილით გული მოიჯერა, ვაჟმა დაავლო ხელი თავის შვილს და სახლში წაიყვანა. გამზრდელის ქალმა თავისთან შეიყვანა ეს პატარა ბავშვი. უნდოდა ხელმწიფის შვილის გული მოეგო და თამაშობა დაუწყო. როცა ხელში აიყვანა, ბავშვი სწვდა იმის ყელზე ჩამოკიდებულ მძივს. მოებღაუჭა და დაიწყო ტირილი. უნდოდათ ბავშვი მოეშორებინათ, მაგრამ ის ხელს არ უშვებდა. ხელმწიფის შვილმა უბრძანა გამზრდელის ქალს. მიეცი რასაც გთხოვს, ნუ ატირებ ბავშვს. რაღაც იზამდა ქალი. მოიხსნა მძივი და მისცა ბავშვს. ბავშვმა დედისკენ დაიწყო წევა და ტირილი. ხელმწიფის შვილმა შემოისვა ბავშვი ცხენზე და ტყისკენ გაქუსლა. ბავშვმა დედა რომ დაინახა, გაიღიმა და სიხარულით ხელების ქნება დაიწყო. ხელმწიფის შვილმა ბავშვი დედასთან დასვა და ცქერა დაუწყო. ნახოთ ერთი რას იზამსო. პატარა შეაფოფხდა დედას და მძივი ყელზე მიადო. შეახო თუ არა მძივი, ქალმა თვალები გაახილა და წამოდგა. გახარებულმა ხელმწიფის შვილმა აღარ იცოდა რა ეკნა. შემოისვა ცხენზე ცოლით შვილიც და გასწია სასახლისკენ. სინამდვილეში, აი ეს არის ჩემი ცოლი. დაიძახა ვაჟმა, როგორც კი სასახლეში შევიდა. გამოეგებნენ ხელმწიფე და დედოფალი და სიხარულით გადაკოცნეს თავიანთი რძალი. შევიდა ქალი სასახლეში და სიხარულის ცრემლებმა დაუწყო თვალებიდან ფრქვევა. იატაკზე გაიშალა აუარებელი მარგალიტი. ქალმა ნახა გამზრდელი შვილი. გაეცინა იმის საძაგლობაზე და უბადრუკობაზე და პირიდან იადავარდი გადმოსცვივდა. გამზრდელი და გამზრდელი შვილი სასახლიდან გადაიხვეწნენ. ხელმწიფის ვაჟმა თავისი ნამდვილი საცოლე შეირთო. ქალის მოხუცი მშობლები და ტყის მჭრელი მოაძებნინა და ცხოვრობდნენ დიდხანს, ტკბილად და ბედნიერად. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ქვილი აქა.